ნადირობის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით წელს ნადირობის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებები შევიდა. 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა 10 ნოემბრის ნაცვლად 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. სიახლეები მონადირეებს აჭარის მონადირეთა კავშირის თავმჯდომარემ გააცნო. მათ სეზონის დაწყება გონიოს სასროლეთის ტერიტორიაზე სიმბოლური გასროლებით აღნიშნეს. მონადირეები სანადიროდ ალტერნატიული ტერიტორიების გამოყოფას ითხოვენ. ცნობილია, რომ ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს ღალღა და ჩიბუხელა დაემატა. რეგულაციები რაც უნდა იყოს და რაც უნდა ექვემდებარებოდეს მონადირეები, ეს თავიდანვე ცნობილია. უნდა კონდეს საბუთი, უნდა კონდეს ლიცენზია, უნდა კონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომ თობი მისია, უნდა კონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაცემული ის ცნობა არის, რომელიც მას ეკუთვნის და დანარჩენი შემდგომში არის ის, რომ უსაფრთხოების წესები. ახლა დღეს ვაცნობთ იმ უსაფრთხოების წესებს, რომელიც მონადირემ უნდა იცოდეს მისი თავიდან ბოლომდე. ყველა შევიკრიბეთ, ვზეიმობთ, ღვნიშნავთ დღევანდელ სეზონის გახსნას და შემართება ძალიან დიდია და ვაპირებთ, რომ წლევანდელი გადამფრენ ფრინველებზე მწყერზე მოკლედ ნადირობის სეზონი კაი გამოგვივიდეს რა. ვიცავთ კანონებს, 20 წელია მაქსიმალური, ყველა ვართ ლიცენზირებული მონადირეები, 20 წელზე მეტი სუფლების მოკლის უფლება არ გვაქვს და ჩვენ მაგაზე თანახმა ვართ, იმიტომ რომ 20 წელზე მეტი რა თქმა უნდა იქნება ბრაკონიერობა. მონადირეები ვარ ძალიან ბევრი, ოდნავ გაურკვევლობაში ვარ ტერიტორიის მიმართ. სანადირო ადგილები ზოგი ამბობს, რომ შეზღუდული გვაქვს, ზოგი ამბობს, რომ აიყიდა, ისე რომ შემართება არის ძალიან უმაღლესი.